მოგესალმებით, ფასობრივი მოხურებლებო, ეთერშია გადაცემა განათლებული საქართველო. მე მისი წამყვანი მუხრან გულიაშვილი გახლავართ. როგორც იცით, ჩვენი გადაცემა ეთუნება განათლების საკითხებს და დღეს ვისაუბრებთ ზოგადი განათლების შესახებ კვლავ, ზოგადი განათლების პასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მოგეხსენებათ, დღეს ჩვენთან საქართველოში სასკოლო სისტემაში მიმდინარეობს რეფორმა და ფაქტიურად ძალიან დიდი რეფორმა, მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს, რომელიც უშუალოდ ეხება პედაგოგებს და ჩვენ ამ საკითხთან რეფორმის მასთან დაკავშირებით გადაცემაში სტუმრად ყავდნენ როგორც გადაწყვეტილების მიმღებები, ასევე წარმომადგენლები, ოფიციალური პირები. თუმცა არ ყოლია პედაგოგი და არ ქონია საშუალება რომ გაგვეცნო მათი უშუალო შეხედულება და დამოკიდებულება იმაზე თუ რას ფიქრობენ ისინი მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებით ზოგადად სასკოლო საზოგადოება როგორ აღიქვამს მიმდინარე რეფორმას. დღეს სწორედ მოვიწვიეთ პედაგოგი 156 საჯარო სკოლის პედაგოგი თამარ ჩალახეშაშვილი და სწორედ მასთან ერთად პირველ რიგში რა თქმა უნდა ვკითხავ იმას ზოგად კითხვას კითხავთ როგორ აღიქმება მიმდინარე რეფორმა რეფორმაში რაც იგულისხმება ეს არის რომ შემოვიდა ახალი სქემა მასწავლებელთა გადამზადების და პროფესიული წინსვლის და რომელიც ამ შემდეგ სტატუსებს ანიჭებს ეს პედაგოგებს და ნაწილებიან ამ სქემაში. მე მინდა ვკითხოთ აი სკოლაში შიგნით როგორ აღიქმება ეს ყველაფერი, რა დამოკიდებულება აქვს მასწავლებლებს პირველ რიგში ეს მაინტერესებს, ალბათ ჩვენ მაყურებელსაც აინტერესებს ეს ყველაფერი. თქვენი აზრით, ასევე თქვენი უშუალო კოლეგების აზრით ამ საკითხთან დაკავშირებით. დიახ, მოგესალმებით ბატონო მუხრა, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება თქვენ დასმულ კითხვას, მინდა გითხრათ, რომ სკოლის კოლექტივი მზადებული შეხვდა ამ რეფორმას, იმიტომ რომ 2007 წლიდან, რომ ვთქვათ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სახლი, მასწავლებელთა სახლი დიახ, პედაგოგებს იმისთვის, რომ მათ განვითარებაში, პროფესიულ წინსვლაში მრავალი ტრენინგი ჩატარდა მხრივ და რაც შეეხება რეფორმას, ნებისმიერ რეფორმას, ასე თუ ისე მიმდინარეობს ახალი სასწავლო წიგნი, როგორც თქვენით შემუშავდა. დიახ, პირველ რიგში საპილოტო რეჟიმში მიმდინარეობს და ეს იმას ნიშნავს, რომ გამოიცდება ყველა ის ინსტრუმენტი, რაც მომზადებული იქნება მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის და შეიძლება ვთქვათ, რომ კიდევ გვაქვს დრო იმისთვის, რომ ჩვენ ვისწავლოთ, განვითარდეთ და მივახციოთ კარიერულ წინსვლას. რაიმე ვთქვათ, მე ჩვენ ახლა უფრო მეტად ინტერესის სფერო ჩემი არის. პირველ რიგში, რამდენად გრძნობდნენ მასწავლებლები ჩართულობას იმაში, თუ როცა იგეგმებოდა ეს რეფორმა, თქვენს ირგვლივ რას როგორი განწყობა არის ამასთან დაკავშირებით გამომდინარე, კიდევ რომ როდესაც იგეგმება რეფორმა, თუ არ იგრძნო ჩართულობა მასწავლებელმა, მან თუ არ იგრძნო ეს მისთვის არის, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რომ ის მე შემდეგ შეიძლება ეს ყველაფერი აღიქვან მათ გარედან მოსულ, გარედან წამოსულ ინიციატივებად, რის მიმართაც ხშირად არ აქვთ ხოლმე პოზიტიური დამოკიდებულება. თქვენს ირგვლივ როგორ არის, რა ხდება ამ მიმართულებით? გრძნობდნენ თუ არა ისინი, რომ იყვნენ ჩართულები და დღეს რას ფიქრობენ კონკრეტულად რეფორმაზე, რამე კითხვები თუ აქვს და ასე შემდეგ, რამე საყვეთ კრიტიკას თუ გამოთქვამენ მის მიმართ? დიახ, რა თქმა უნდა, კრიტიკა არის. ნებისმიერ რეფორმას არ მიწყენი ჩემი კოლეგები და ვიტყვი, რომ ვუყურებთ სკეპტიკურად ვუყურებთ ამ ყველაფერს და ნებისმიერ სფეროში რეფორმა აღიქმება როგორც ახალი გამოწვევა და მე ვთვლი რომ ჩვენ თუ გვინდა რომ ვიყოთ წარმატებულები, შევქმნათ წარმატებული სასკოლო საზოგადოება, აუცილებელია რომ თვითონ მასწავლებელი ზრუნავდეს ჩამოყალიბდეს როგორც ლიდერი მასწავლებელი და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ფეხი აუწყოს თანამედროვე გამოწვევებს. რაც შეეხება ჩართულობას ამ სქემასთან დაკავშირებით, მე პირადად არ მქონია ასეთი მსგავსი
ან შეხება ჩართულობასთან. მაგრამ როგორც დაგეგმვის პროცესში მაგრამ როგორც სტატიებიდან იწყებიან ამბობენ როგორც სტატიებში წერენ მათ ჰქონდათ გამოკითხვა ანგეტირება პედაგოგების და საჭირო ჩათვალეს რომ სქემა დაემუშავებინათ და ამის დამხმარებით ანუ გაეკეთებინათ ერთგვარი ინსტრუმენტი დამხმარე გზამკვლევი პედაგოგისთვის რომ მან შეძლოს წინსვლა საფეხურიდან საფეხურზე და განვითარდეს. მე როგორც ვიცი თქვენ ამავე დროს ბრძანდებით ახალი სქემით შემოვიდა სკოლაში რამდენიმე ახალი ტერმინი და ტერმინების გარდა სკოლაში შემოვიდა რამდენიმე ახალი პოზიცია, მათ შორის ერთ-ერთი საინტერესო პოზიცია არის ფასილიტატორის პოზიცია და როგორც ვიცი თქვენ ასევე თქვენ სკოლაში ბრძანდებით ფასილიტატორი მე პირადად ხშირად მომდის შეკითხვები და ზოგადად ხშირად მესმის შეკითხვები თუ რა იქნება ფასილიტატორის ფუნქცია, რას აკეთებს ზუსტად ეს ადამიანი სკოლაში, იმიტომ რომ როგორც გითხარით ახალი ინსტიტუტია ეს სკოლაში და აი მე მინდა რომ ჩვენს მაყურებელს ალბათ გარკვეული პატარა კონსულტაციასავეთაც იქნება რომ უთხრათ რომ ჩამოუყალიბოთ თქვენ კონკრეტულად პრაქტიკაში რას აკეთებს ფასილიტატორი, რამდენია ვთქვათ რაოდენობრივად რამდენი ფასილიტატორი ჭირდება საშუალო ზომის სკოლას და ვთქვათ კონკრეტულად რა ევალება მას. ფასილიტატორი არის მრჩეველი პირველ რიგში როგორც კრიტიკული მეგობარი, ის აღიქმება პედაგოგის მიერ და პედაგოგის დებულებაში წერია, მან უნდა მისცეს სწორი მიმართულება მასწავლებელს, შეაფასოს საკუთარი თავი, გარკვეული დახმარება აღმოუჩინოს მას, მეგზურია ერთგვარი. კი, აი კონკრეტულად აი პრაქტიკაში როგორად ეს ყველაფერი, თქვათ ამჟამად ალბათ უკეთთან დაიწყო ამ სქემის დანერგვა და არჩევა მოხდა კათედრმა წარადგინეს კანდიდატურები. შემდეგ პედაგოგიურ საბჭოზე მოხდა კენჭისყრა და შეირჩა 3 პედაგოგი, რომლებიც გამოირჩევიან ინოვაციური სწავლების მეთოდებით, უფრო მეტად ჩახედულები არიან განათლების სისტემაში, ასე აქტიურობენ და ასე რომ ვთქვათ, პედკოლექტივმა ნდობა გამოგვიცხადა და ერთგვარი პასუხისმგებლობის წინაშე ვდგავართ, რომ ჩვენ პედაგოგებთან ერთად შევძლოთ ვერსეულად თავი გავართოთ ამ საქმიანობას. და თქვენ კონკრეტულად მასწავლებლები, რომელსაც ჭირდებათ ფასილიტატორისგან გარკვეული დახმარება, ასე ითქვას, რა საკითხებთან დაკავშირებით მოგმართავენ, რაზე აქვთ შეკითხვები, იგივე მაგალითად ტერმინოლოგია რაც შემოვიდა ამ ახალი სქემით, ხშირად არის რომ თვითონ ამ ტერმინოლოგიასთან დაკავშირებითაც ხშირად საჭიროა ხოლმე განმარტებები და ამასთან დაკავშირებითაც არის შეკითხვები მასწავლებლებში, მე ჩემი ირგვლივ რაც ხდება, თქვენ სკოლაში როგორ არის, თქვენი ირგვლივ როგორ არის, რა საკითხებზე მოგმართავენ პედაგოგები, რა არის ყველაზე მთავარი კითხვები, რაც მათ აწუხებთ ამ ახალ რეფორმასთან დაკავშირებით, ახალ სქემასთან დაკავშირებით, რა შემოვიდა სკოლაში, რა შეცვალა ამ ყველაფერმა სკოლაში, მასწავლებლის ცხოვრებაში. კითხვაში ან რაც შეეხება კითხვას, ფასილიტატორის სიტყვა რა თქმა უნდა ახალი ტერმინია, სხვა მხრივ ისეთი სიახლეები არ არის მასწავლებლის შეფასების კითხვას. აი ამაზეც მინდა რომ თქვენც ამ ეტაპზე პედაგოგები მუშაობენ კითხვაზე, აფასებენ საკუთარ პედაგოგიურ საქმიანობას, იძიებენ საკუთარ დადებით და უარყოფით მხარეს, ანუ არასწორი ნათქვამია, დადებით და ძლიერი და სუსტი მხარეები. თუ რა კუთხით სჭირდებათ მათ განვითარება. რა საჭიროებები უნდა გამოავლინოს პედაგოგმა, რომ დაგეგმოს შემდეგი წლების განმავლობაში აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს მას. ამ მხრივ მან განავითაროს თავისი უნარები. სწავლების მეთოდები იქნება ეს, мотиваციის ამაღლების გზები, როგორ უნდა იძიოს, როგორ უნდა შეაფასოს სწორედ და
ეს პედაგოგების ყველაფერი უკვე დიდი ხნის ნაცნობი მასალა არის, ამას ცნობენ, იმიტომ რომ პედაგოგი მაინც აქტიურია სკოლაში და ყოველდღიურად ხდება ამ საკითხებზე მუშაობა. ანუ თვითშეფასების კითხვა არის მოიცავს ანუ მიმართულებებს მასწავლებლების სტანდარტის მიხედვით არის ჩამოყალიბებული ეს და ყოველდღიური ცხოვრება და მოღვაწეობა პედაგოგის. და მიზანი რა არის ამ როცა შეავსებთ თვითშეფასების კითხვას, რა მიზნას ისახავს და გარდა ამისა კიდე ერთი შეკითხვა მაქვს, მიზნის გარდა ვთქვათ როგორ უყურებენ რამე კრიტიკული დამოკიდებულება თუ არსებობს პედაგოგებში ამ თვითშეფასების კითხვას, ყველა შეკითხვის ფორმულირებას ეთანხმებიან პედაგოგები, ვთქვათ, ან თქვენ პირადად ეთანხმებით ყველა შეკითხვის ფორმულირებას და საბოლოოდ ემსახურება იმ მიზანს, ვთქვათ, რომ ემსახურება იმ მიზანს, რომ ვთქვათ, ამ შეფასების კითხვის მიხედვით არის კი შესაძლებელი, რომ რეალურად დაგეგმო შენი გაანალიზო შენი ზუსტი და ძლიერი მხარეები და შემდეგ ვთქვათ, დაგეგმო შენი პროფესიული განვითარება, ვთქვათ, ამის გარეშე თუ იყო შესაძლებელი, ან ვთქვათ, შეიძლება რაღაც არის გამორჩენილი, რაღაცა კითხვა არის გამორჩენილი ამ კითხვაში, აი პედაგოგების სკოლის შიდა აზრი არის ჩემთვის საინტერესო, რომ ჩვენ გარდა პედაგოგებისა გვიყურებენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც არც თუ ისე არიან ჩახედული სასკოლო სისტემაში და აინტერესებს ზოგადად რეფორმა თუ რა ხდება, ხა მაგალითად შეიძლება მშობელმა საერთოდ არ იცის, რომ არსებობს შემოვიდა თვითშეფასების კითხვარი პედაგოგისთვის და ასეთი შემოვიდა ფასილიტატორის ინსტიტუტი და ასე შემდეგ, ამიტომ მათთვისაც რომ გასაგები იყოს, აი უფრო ესე თქვათ შეგვიძლია უფრო პროგრამად უთხრათ ან თქვენი შიდა დამოკიდებულება, როგორც გითხარით, რამე კრიტიკული აზრი თუ არსებობს ამ კითხვასთან დაკავშირებით. კითხვარმა დაბადა რამდენიმე კითხვა, იმასთან დაკავშირებით, რაში მჭირდება მე პედაგოგს ამდენი გამოცდილების შემდეგ, მაგალითად მუშაობ 15-20 წელი სკოლაში და ვაფასებ ჩემს პედაგოგიურ მოღვაწეობას. მაგრამ მე ვთვლი და მას შემდეგ, რაც პედაგოგებმა იმუშავეს კითხვაზე და ჩავიარეთ მათთან ერთად ყველა ის ძირითადი სფერო, რაც აუცილებელი იყო მათ შეფასების. რაზე ქონათ თავში კითხვები, მაინტერესებს რაზე იყვნენ ყველაზე მეტად, რა შეკითხვები მოდიოდა პედაგოგების მხრიდან? როცა ავსებდნენ ამ კითხვას. მას შემდეგ, რაც ჩავიარეთ ყველა პუნქტი, მათ ჩათვალეს, რომ ეს იყო მათთვის მნიშვნელოვანი. ის რაშიც ისინი ხედავდნენ თავიანთ სუსტ მხარეს, აღმოაჩინეს, რომ ყოფილა ძლიერი მხარე. და უკეთებიათ ის წლების განმავლობაში, რაც მიიჩნეოდა სასარგებლოდ, რაც იყო აუცილებელი და მნიშვნელოვანი მათი საქმიანობის. ანუ გარკვეულწილად მაინც დაეხმარათ ეს ყველაფერი პედაგოგებს. და მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად დაეხმარებათ. ეს არის ერთგვარი გზამკვლევი იმისა, თუნდაც მე არასწორად დავგეგმო ჩემი სამოქმედო გეგმა მომავალი წლებისთვის კი ის გააზრებაც კი ჩახედვა იმ ძირითად პუნქტებში, როგორც მასწავლებლის რამე ვალება მე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კიდევ ერთი შეკითხვა მინდა დაგისვათ, მგონი მოვასწრებთ, ცოტა დაგჭამო რომ მგონი მოვასწრებთ. ეს ყველაფერი რეფორმა რაც მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია რომ და მიზანია, როგორც თვითონ თქვენს გადაწყვეტილების მიმღებები ამბობენ, მიზანი ამ რეფორმის არის ის, რომ სახელმფასოს დამოხდეს და რეალურად საფეხურიდან საფეხურზე გადასვლის, ანუ იმიტომ შემოიღეს 4 საფეხური, მიზანია რომ პედაგოგს გაუჩინონ мотиваცია, თუნდაც ხელფასით, თუნდაც სხვა ხალისებით, რომ აი ხელფასი უფრო მაღალი იქნება შემდეგ საფეხურზე. და რეალურად არის თუ არა ვთქვათ თქვენთვისაც და სხვა დანარჩენი პედაგოგებისთვისაც ეს мотиваციის წყარო რომ ვთქვათ შემდეგ საფეხურზე ვთქვათ უფრო მაღალი ხელფასი იქნება მოკლედ ვთქვათ. არის თუ არა რეალურად мотиваციის? კი, არის мотиваცია, მაგალითად პედაგოგს უკვე გაუჩნდა мотиваცია იმის, რომ გადავიდეს საფეხურიდან საფეხურზე, იმუშაოს საკუთარ თავზე. ქალბატონო თამარ, მადლობას მოგახსენებთ ჩვენს გადაცემაში სტუმრობისთვის. მაყურებელს კი შევახსენებთ, რომ ჩვენთან სტუმრად გახლდათ პედაგოგი თამარ ჩალახიშაშვილი. ეს იყო გადაცემა განათლებულ საქართველოს გეშვიდობებით, კარგად გრძანდებოდეთ.